გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატანიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გამარჯობა მოგესალმებათ ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რა თქმა უნდა, ტრადიციულად სოლიდარობით ვიწყებ გადაცემას. სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად ყველა უკანონო დაკავებულ პატიმარს. დღე არ გავა ძვირფასო ტელემაყურებელება, ოცნება ვინმე რომ არ დააკავოს. ყველა სოლიდარობას უცხადებ და თავისუფლებას გისურვებთ მალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის გირაოს სახით 1 მილიონი ლარი რომ შეუფარდეს, ხომ გახსოვთ? იმ 1 მილიონის ნაცვლად ირაკლის ბინა ივანიშვილის ნაჩუქარის სახლი დაუყადაღეს ძვირფასო მეგობრებო. ესეა, რა სიზავ, ჩემო ირაკლი. ის გამოთქმაც ხო არის არსებობს ესეთი ქართუს მოტანილს ისევ ქართუ წაიღებსო. ასეთი დიდებული გამოთქმა. ბიძინა მხოლოდ ნაჩუქარ ბინას არ აკმარებს სავარაუდოდ, მალე ალბათ ტანსაცმელსაც გაუყიდის აუქციონზე, ვინაც ჩამაცვა იმან გამხადაო, აი ამ ფრაზას პირდაპირ მნიშვნელობით უკეთებს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს. ერთი იმას ნერვიულობ, დაპლომბილი კბილებიდან პლომბებიც არ ააძროს და ისიც რაღაცნაირად არ გამოგლიჯოს ხელიდან. ცოტა ხანში არ გამორიცხავ ღარიბაშვილს სქესი შეუცვალონ და ქალად გადააკეთონ, იმიტომ რომ კაცადაც ხომ ბიძინამ აქცია ძვირფასო მეგობრებო. მინდა გაგაცნოთ ერთი საინტერესო სტატისტიკა, ვნახოთ ინფორმაცია. საქართველოში ვაზელინის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში რაც ყოფილი ჩინოვნიკების დაჭერა დაიწყეს, არეულობა ამ მთელ პარტიაში, სიპებში, აიპებში, აბა რა ხდება, ჩვენ ხომ არ გვემუქრება რამეო, აბა როგორ მოვაწონოთ თავი ქართულ ოცნებასო და აგერ რეალიზაციამაც მოიმატა ვაზელინის. ხო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავინ არ იცის ჩინოვნიკებიდან ბიძინა ვის შეიძლება მიადგეს გასაპარსად, შესაძლებელია რომ საერთოდ ვაზელინის დეფიციტი შეიქმნას ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო. გადავდივარ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, რომელიც ეხება ჩვენს ემიგრანტებს. ქართულმა ოცნებამ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა. საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ ხმას ჩვენი ემიგრანტები. მოდით ვნახოთ ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება. თუნდაც ერთი დღით ჩამოდით ქვეყანაში. შენი თვალით გაეცანი რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ არცებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე. ადამიანებს, რომლებიც ამ მთავრობის გამო იძულებულები არიან სხვა ქვეყანაში გადაიხვეწონ სამუშაოდ, რომ ოჯახები არჩინონ, აი იმ ადამიანებს უუქმებენ ხმის უფლებას. დაახლოებით ისეთივე უფლებები დარჩათ ემიგრანტებს, აი დაკავებულს რომ უკითხავენ ხოლმე, თქვენ გაქვთ დუმილის და ფულის გადმორიცხვის უფლება, თორემ სხვა ყველაფერი, რასაც იტყვით, თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აი ეს რა დარჩათ. მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია გაგაცნოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1997 წელს მიიღეს სპეციალური კანონპროექტი, რომლის მიხედვით დევიდ ვულფი პირველი ამერიკელი ასტრონავტი გახდა, რომელმაც არჩევნებში ხმა კოსმოსიდან ელექტრონულად მისცა. კოსმოსიდან, გესმით? კოსმოსიდან ხალხო. კოსმოსიდან მისცა. საზღვარგარეთ კი არა, დედამიწაზე არ იყო საერთოდ და იქიდან მისცა ხმა. ამით ემიგრანტებს უთხრეს, რომ თქვენ აქ არავინ სჭირდებით, ერთადერთი რაც გჭირდება მხოლოდ თქვენი ფულია ამ ქვეყანაში, რომ აგზავნითო, ეს ფული გჭირდებაო მხოლოდო. თქვენი ფული საჭიროა იმისთვის, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოსო და ხმები იმიტომ წაგართვით, რომ ჩვენ არ ჩამოვიშალოთო იქითო. წინა არჩევნებზე 13% აიღო ოცნება საზღვარგარეთ. ამიტომაც აუქმებენ ემიგრანტების ხმებს. ისე თბილისშიც მოშნად წააგეს წინა არჩევნები და მოდი თბილისის ხმების გავაუქმოთ.
გავაუქმოთ თბილისის ხმებით. კიდე დიდი ქალაქებიც გავაუქმოთ, იქაც ხო წააგეთ. ისინიც გავაუქმოთ და საერთოდ ყველაფერი გავაუქმოთ და არჩევნებზე დავტოვოთ მარტო მარნეული. რომ არჩევნებს ერქვას მართლაც არჩევნები რა, რაც მართლა ჭეშმარიტი არჩევნები სადაც ტარდება, ის ქალაქი დავტოვოთ მარტო. საინტერესო აზრი გამოთქვა უცნობის გადაცემაში ერთ-ერთმა სტუმარმა, არ ვიცი ეს სტუმარი ვინ არის, მოდით ნახოთ რა თქვა უცნობის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, გიორგი იაკობაშვილი ყოფილა ეს ადამიანი. ნახოთ. ეზოში ჩადი, დომინო და ჯოკერი ითამაშე, ან ვინც თამაშობს მოусმინე. ერთი კვირა აქაური იყავი, რომ მერე ადგე და მისცე ხმა ემიგრანტებს ეუბნები. ეგრეც უნდა იყოს რა, ჩამოვიდეს ის ემიგრანტი რა, დაჯდეს ბირჟაზე. იქ ლარიანი არაყი იყიდოს. მერე ცოტა პლანის მოწიოს, მერე ცოტა წაუპათოლოგოს, მეზობლებს აგინოს, ხმამაღლა, მერე გათხრეშილი ვიღაცა მაგრად ცემოს და დალილავებულმა ადგეს და მისცეს ხმა, ვისაც უნდა რა და მიხვდება როგორი გარემოა. ანუ დავიდან ბოლომდე შეიგრძნოს ემიგრანტმა ის უპერსპექტივო ატმოსფერო, რაც ამ ქვეყანაში სუფევს. აი ამ ყველაფერს რომ გაივლი, მერე შეგიძლია გააკეთო უკვე სწორი ანალიზი, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს ნათელი მომავლისკენ. ანუ იმას კი არ ამბობს ახალგაზრდა ადამიანი უბანში მთელი დღე ჯოკერს რატომ უნდა თამაშობდეს, ამას კი არ ამბობს ეს კაცი. არა, შეც ჩამოდიო და მიუჯექი გვერდითო. ბირჟაზე რო არ ყოფილიყვნენ ეს ჩვენი ემიგრანტები, მაგიტო წავიდნენ ემიგრაციაში და ქვეყნიდან და ცვლილებები იმიტომ უნდათ რომ ამ ქვეყანაში ბირჟაზე არ იჯდეს ხალხი, მაგიტო უნდათ ეს ცვლილებები და ეს თავაზობს რომ იმ პირვანდელ ჭაობის მდგომარეობას დაუბრუნდი და ისე მიეცი ხმაო. აი ეს არის ჭეშმარიტება. მოკლედ ოცნება ყველაფერს აკეთებს რომ ვინც მის წინააღმდეგ არის, ყველა გააუქმოს. ემიგრანტების ხმა დაიკარგა, პარტიები გაუქმებულია, მაგრამ ქვეყანაში ხომ არის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი დასრულდა? არა, ქართულ ოცნებას სხვათა შორის ძალიან ბევრი შეუძლია. თქვენ თუ გონიათ რომ მეტი არ შეუძლია, ძალიან ბევრი შეუძლია. მე შეგახსენებთ რომ სულ რაღაც 50 წლის წინ ინდოეთში ინდირა განდიმ მიიღო კანონი მოსახლეობის დაბალი ფენის სტერილიზაციის შესახებ. არ მოგესმათ 8 მილიონზე მეტ ინდოელს ჩაუტარეს სტერილიზაცია, მაშინ მიზეზი იყო ერის ზედმეტად გამრავლება. ხო და არ გაგიკვირდეთ ჩვენი ერთ დღეს შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს და განაცხადოს რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ვინც არ გვაძლევს ხმას, ყველა მოქალაქე დაექვემდებარება სტერილიზაციას, რომ აღიგავონ პირისაგან მიწისა ყველა. ხო, თქვენ იციდეთ და მე მგონი ახალი იდეა მივაწოდე ახლა ქართულ ოცნებას სიმართლე გითხრათ არც მინდოდა, მაგრამ შეიძლება დაფიქსდნენ ამაზეც არ არის გამორიცხული. დასავლეთის წინააღმდეგ აგრესიულმა განცხადებებმა ашკარად იმატა ქართული ოცნების წევრების განცხადებებში. ნახოთ რას ამბობს კახი კალაძე გერმანიის ელჩზე. ჩვეულებრივი აკაცუკია. გერმანიის ელჩზე ამბობს ამას. ესენი ტერმინებში ისე არიან გათავხედებულები, რომ არ გამიკვირდება გერმანიის ელჩი რო შეხვდეთ, პირდაპირ ესე ციხლი ჩაარტყა კუჭის და წადი ეშენი. აი ესა ამათი დიპლომატიის ყველაზე მაღალი საფეხური, ძვირფასო მეგობრებო. პირდაპირ ციხლი კუჭის თავში ეგრევე ჩაარტყა და წადი რე. ქართული ოცნება დასავლეთის წინააღმდეგ ძალიან ორიგინალურად იყენებს საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს. მოდით ნახოთ რა ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე დღის წინ სამთავრობო არხებზე. საინტერესო, საშიში და საინტერესო ინფორმაცია. ავსტრიის ქალაქ აფსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველ კლასელ მოსწავლეებს კითხვარის მეშვეობით 6 სქესის არჩევანი შესთავაზა. ხედავთ, მოკლედ თუ აქამდე კობახიძე მხოლოდ ერთ სქესიანთა ქორწინებას ებრძოდა, ახლა უკვე ბრძოლა აქვს 6 სქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მოუწევს. გმირული პაექრობა, ურთულესი ამბავია, დიდი ბრძოლები გვენის წინ ძვირფასო მეგობრებო, დიდი ბრძოლები. 6 სქესი კი არა, მე გეტყვით კიდევ რამდენი სქესი არსებობს ევროკავშირში. გადარეული ვარ, გაწოფებული ესრეები მომისმინე. მაგალითად, აეროსექსუალი, იცოდით ამის შესახებ, რომლებიც ჰაერზე არიან შეყვარებულები.
და სწრაფად სუნთქავენ რომ მეტი ჰაერი ჩაუშვან ორგანიზმში. გაგიგიათ ეგეთი რამე. ასევეა მიკროსექსუალი, რომლებიც მოლეკულებზე არიან შეყვარებულები და მოლეკულები უნდათ რომ ცოლად მოიყვანონ. კიდე ყოფილა მარკეტოსექსუალი, რომელიც რეკლამებზეა შეყვარებული და მზად არის ნებისმიერი რეკლამა მოიყვანოს ცოლად. აი გაცოფებული გადაგვარდა ყველაფერი. არ ვიცი. და კიდე ყოფილა მანისექსუალი, ანუ ფულზე შეყვარებული. სიმართლე გითხრათ ეს გადახრა მთავრობის 100%-ს აქვს, მაგრამ რა ვიცი ესეც ხო გადახრა არის, ხო საშინელებაა. ჩვენები მზად არიან ყოველთვის რომ ფულზე იქორწინონ, უბრალოდ ბიძინა ხანდახან არ აძლევს ამის საშუალებას. ხდებით ხო როგორ იყენებს ქართული ოცნება სამთავრობო არხებს. მოდი ახლა გავეცნოთ ლოგიკურ სტატისტიკას. მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლის 85% ხუთმა სამთავრობო არხმა მიიღო. ანუ მთელი სარეკლამო ბაზარი რაც არის ტელევიზიებზე გასანთავსებელი რეკლამის 85% წავიდა სამთავრობო არხებზე. საუბარია სულ რაღაც 25 მილიონ ლარზე, მეგობრებო. ასე დროს ბენდის ცარიელის კამებისკენ გამერბის ხოლმე თვალი და ცრემლის მადგება თვალზე. ანუ თელ ბიზნეს უნდა რომ თავისი სარეკლამო ფული მიიტანოს მხოლოდ სამთავრობო არხებზე. თან ისეთ არხებზე TV პირველზე გაცილებით დაბალი რეიტინგი რომ აქვს. ესე იგი მართლაც რომ თავისუფლად სუნთქავს ბიზნესი. ჩვენც ახლა სპონსორობაზე რომ ურეკავთ კომპანიებს, უფრო გახშირებულად სუნთქავენ. აი ქოშინებენ უფრო რა, შიშისგან არის გამოწეული ეს ქოშინი თუ ზედმეტი ბედნიერებისგან. აი ეს არ ვიცი. ბიზნეს რეკლამა მხოლოდ სამთავრობო რუსულ ტელევიზიებში მიაქვთ და ინტერვიუებში გოუნებიან რომ საქართველოს მომავალი ევროპაშიაო. ანუ აფინანსებენ იმათ, ვინც ევროპულ მომავალს გვისპობს და თან ამათ ევროპაში უნდათ. ეს იგივეა ადამიანი შენზე ძალადობდეს და ამ ძალადობაში იქეთ ფულს უხდიდე იმაში, რომ შენს საწამებლად დამატებითი იარაღები იყიდოს. მოკლედ, ამ სამთავრობო არხებზე მიედინება მილიონების მდინარეები. ამ ჩვენს ოპოზიციურ არხზე კიდე ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები თავს იკავებენ. რომ ვაკვირდები, ამათ იაფად უნდათ ოლიგარქიის დამარცხება. ფული იქეთ მიაქვთ, მაგრამ გულშემატკივრობით ჩვენ გულშემატკივრობენ. ესე იგი უფასო ტელევიზიებით უნდათ რეჟიმის დამარცხება. ანუ Black Friday-ზე უნდათ რომ დაამარცხონ ხელისუფლება, მილიარდერი უნდათ რომ დაამარცხონ Black Friday-ზე. მომდევნო პარასკევს უწევს Black Friday. აბა თქვენ იცით, ბრძოლა ბოლომდე. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება აუქმებს ანტიკორუფციულ სამსახურს, არადა ანტიკორუფციული შეფი რაჟდენ კუპრაშვილი წინაკვირას როგორ ამაყად აკეთებდა კომენტარს ძვირიანი სამსახურის ძვირიანი ავტომობილიდან არსად არ მივდივარ მეო. კაც თავის სამსახურიანად აუქმებენ. არსად არ მივდივარ რომ მთლიანად სამსახურს აუქმებენ. თქვენც რა ვერ დაამოღამთ. კაცო გადმორთეთ ამ TV პირველზე და გაიგეთ ვის რას გიპირებენ. მაგიმედის არხზე დიდი გაიგოთ ქემალის ნამდვილი ვინ არის. დანარჩენს ვერაფერს ვერ გაიგებთ. აქეთ გადმორთეთ. ჩვენ გეტყვით. რაჟდენ კუპრაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც სამსახურიდან კი არ გაუშვეს, თვითონ სამსახური გაუშვეს რაჟდენიდან. ქვეყანაში კორუფცია ისე აყვავდა, ისე აღორძინდა, ისე დააკავეს რამდენიმე ჩინოვნიკი, ისე გაგრძელდა კვლავ რომ რაჟდენმა საიტზე დეკლარაციებიც კი ვერ ატვირთა. არადა ეს სამსახური 20 მილიონი გვიზის ქვეყანას. მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს ანტიკორუფციული სამსახური იყო კორუფციული მთავრობის მთავარი ანტიკორუფციული ფარდა კორუფციული სქემებისთვის. აი ესეთი მოკლე, ესეთი ჩამოყალიბებული აზრი გითხარით მე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არაბული პროექტის PR-ში სერიოზულად ჩაერთო ირაკლი კობახიძე. ნახოთ როგორც სადა არაბული პროექტით აღელვებული მოსახლეობის დაწყნარება. ირაკლი. საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართულ ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ. ამ არაბულ ქალაქებს ეტყობა ქოცებშიც უარყოფითი გამოხმაურება აქვს და კობახიძემ ქართული სივრცეები აშენდება. მართალია, სივრცე იქნება ქართული, სადაც იცხოვრობენ არაბები.
ასე იქნება სწორი. უფრო რომ დაგიღეჭოთ, ტერიტორია იქნება ქართული, ხოლო წალეკვით წაგვლეკავენ არაბები. აი ესეთი მარტივად რო აგიხსნათ. ნახე როგორ შეგვიფუთა ირაკლიმ ეს პროექტი. ორი არაბული ქალაქი კი არ შედება, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართულ ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცეო და ზოგადად მე თუ მკითხავ უკანალისკენ კი არ მივდივართ. ჩვენ მიუყვებით საჭმლის მომნელებელი სისტემის ტიპის განაშენიანების ულამაზეს სივრცეს. აი ასე ლამაზად შეგიფუთეთ მეც ჩვენი უბედური მდგომარეობა ძვირფასო მეგობრებო. რა კარგად ჩანდა ხო? და სინამდვილეში რა არის და სინამდვილეში რა ლამაზად ესეთი შეიფუთა ყოხტად. სამწუხარო ინფორმაცია მაქვს კასპელებისთვის ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ ძალიან დამამწუხრებელი ინფორმაცია. კასპიის მერს აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს. წინარეხში ეგვიპტური ჰოლივუდ სიტის და ქვემოჭალაში არაბული სოფლის გაშენება იგეგმებოდა. ნუ ეს შეაჩერებინეს ეს მშენებლობა. ჰოლივუდ სიტი ძვირფასო მეგობრებო წინარეხში აღარ აშენდება. აღარ აშენდება. ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოფილან გადარეული, გაცოფებულები არიან. გაცოფებულები. კეტრინ ზეტა ჯონსი ურეკავდა იმ დღეს კასპის მერს. დუგლასიანთ მიშა სოლივარო. ალპაჩინოანთ კარებთან ვდგავარო. რატომ არ აშენებთ ჰოლივუდ სიტისო? ამათო ეგო ჩვენი ნებაო. არაფერი ნება არ არისო. მერე ჯონი დეპი ვიღაცას გაედო ბოდიში ნასვამი ვაარო და ნუ ერთი ამბავი იყო ხა მე ხო ვიცი კაცო რა ამბები ტრიალდა. დატრიალა ხალხს ახლა ესე იგი ამხელა რა ქვია 64-ში აპირებდნენ ცხოვრებას და აუკრძალეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ქვეყნის პენსიონერები. ჯერ პენსია რამდენი აქვს და ყველა ვიცით და მოდით ახლა ნახოთ როგორია მათი სასესხო დავალიანება. საპენსიო სესხების მოცულობა 465 მილიონამდე გაიზარდა. 465 მილიონის სესხი აქვს პენსიონერებს გამოტანილი ძვირფასო მეგობრებო. რა დღეში გვამყოფებენ ხალხს წარმოგიდგენიათ? ალბათ მალე პირდაპირ ტყავს გაგვაძრობენ და ჩვენი ტყავებით ვინ-ვინარისში გამოვლენ. ღარიბის ტყავის უკან იმალება გია ბაღაშვილი, ვიცოდი. მე თათარაშვილი მეგონა იქიდან მეორე. მოკლედ მეგობრებო ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ამ მდგომარეობას რა გამოასწორებს არ ვიცი. ემიგრანტებსაც ხმების მიცემის უფლება ჩამოართვეს. რა ვიცი წესით ამ ფაქტის შემდეგ ქვეყანაში დიდი აქციები უნდა გოგუნებდეს. აი ამ ფაქტის შემდეგ, მაგრამ სადაა ამ აქციები? ამას წინ ერთი კინკილა ოპოზიციონერი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთო. თან გაყვრით თქვა. გაყვრით, მე სხვა თემაზე გადავიდე. და გააგრძელა მე რომ ჩვენო დავიწყეთო არ შეგუების ხანგრძლივი პროცესიო. მართლა გეუბნებით ესე თქვა. ანუ არ შეგუების ხანგრძლივი პროცესიო და მანდ მართლა მომეშვა ძვირფასო მეგობრებო არ შეგუების პროცესი თუ დაიწყეს თან ხანგრძლივი ეს იმას ნიშნავს რომ ეს ქვეყანა გადარჩება. გადარჩება ძვირფასო მეგობრებო. მე ვფიქრობ რომ ოპოზიცია უფრო უნდა გააქტიურდეს თოქ-შოუებში, ზოგადად კარგი იქნება თოქ-შოუების წამყვანები ამ ხმელის კამების ნაცვლად, ცოტა დიდ ტახტებს თუ დადგამენ სტუდიაში, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკის დროს ცოტა ფეხიც რომ გაშალოს. იმიტომ რომ ეხლა იმდენი ხანი იგიჯდომა, ცოტა ფეხის დაბუჟება იცის და ეს ყურადღება მე ეს კონცენტრაცია გადადის ფეხზე და აბსოლუტურად ირევა მე ადამიანის აზრები და ისეთ მძიმე კრიტიკას ვეღარ ვისმენთ ეთერიდან. ემიგრანტების აკრძალვაზე აქ უკვე ოპოზიცია მართლა უნდა იჯდეს და ფიქრობდეს ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე. ნუ გეგმის რა გითხრათ, მაგრამ ერთადერთი რასაც ცვლიან, ეს არის თოქ-შოუებში ადგილები, ძვირფასო მეგობრებო. ერთი ოპოზიციონერი ინგასთან მარჯვნივ თუ იჯდა, შემდეგ გადაცემაში უკვე მარცხნივ ზის. და იქედან აბრახუნებს მუშტებს. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება კამერის ყველა რაკურსიდან უნდა გრძნობდეს იმ დაუნდობელ მუქარას ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ისმის მუდმივად ეთერიდან. ერთი კადრში სულ ერთი და იგივე მეჩვენება, მეორე კადრიდან რო ლანძღავს, აქ უფრო სხვანაირი მუხტი მებადება ხოლმე ამ დროს. და სხვანაირად ვიმუხტები ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ეს მინდოდა მეთქვა, ძვირფასო მეგობრებო, გაცოფებული ვარ. მადლობა. ეს იყო დღევანდელი ჩემ მონოლოგი. ჩემ შოუს იმედია სულ მალე
გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკიშვილის ხელმძღვანელობით. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე წოლა ნაწილი მეორე. აქვე მინდა შეგახსოვდეთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარდგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ვანო შოუს სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუოს ჭკვიანი კაფსულა სწრაფად მოგიხსნით ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მასში მოგვიდებთ ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნერი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ-შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ჩრდილო კორეული საინფორმაციო გამოშვება კიმ ჩენ ივანიშვილთან ერთად. ნახოთ. მოგესალმებათ მხოლოდ დადებითი ნიუსების გამავრცელებელი საინფორმაციო გამოშვება. მე კი მისი წამყვანი ბატონი კიმ ჩენ ივანიშვილი გახლავართ. რატომ კიმ ჩენ ივანიშვილი არის დიქტატურის საშუალება და რატომაც არა? გადაცემა მინდა დავიწყო უდიდესი მადლობით. დიდი მადლობა ჩემ თავს ბატონ კიმ ჩენ ივანიშვილს, რადგან ქვეყანაში არის მხოლოდ მშვიდობა და ჰარმონია. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო სოფლიო სენსაციით. მთელი მსოფლიო გაოცებულია საქართველოში არსებული პირველი ინოვაციური კარდიო დიქტატურით, რომელიც ჩვენ დავამყარით. რატომ კარდიო დიქტატურა? შეგიძლიათ რაც გინდათ თქვა თავრობაზე, ოღონდ მხოლოდ გულში. აი ამიტომ. უნიჭიერესმა ჩემმა თავმა და საოცრად გამჭირეხმა გონებამ მოიფიქრა კანონპროექტი, რომელიც ემსახურება ერის დეევროპიზაციას. ერი უნდა ვიხსნათ გააყვნისგან. ამ კანონპროექტის მიხედვით მამაკაცების სახლიდან გამოვლენ კენტ, ხოლო მანდილოსნები ლუწ რიცხვებში. ამ მიდგომებით მათ არ ექნებათ ერთმანეთთან შეხება. არ მოხდება მათი აღრევა და შესაბამისად აღარც გაუჩნდებათ გაარყვნილი აზრები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩემი სხეული კიდევ 165 წელი შეძლებს სიცოცხლეს. ამიტომ ვისაც ჩემი გადარჩევის იდეა გამოძრავებთ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ეგ იდეა გადასცეთ თქვენ შთამომავლებს, ხოლო იმათ შთამომავლებს და ასე უპულისამდე. სასიამოვნო სიახლე გვაქვს ღარიბების და უქონლებისთვის. გილოცავთ მეგობრებო, თქვენ არც წელს მოგიწევთ ქონების გადასახადის გადახდა. ვესწრებით, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მომავალ წლებშიც არაფერი გქონდეთ დასადეკლარირებელი. ჩვენი სანაკებო მთავრობის ინიციატივით ახალ არაბულ ქალაქში დასახლებული ჩვენი არაბი ძმების და დების პატივსაცემად მურვანყრუს ჩამოერთვება დამყრობლის და მიენიჭება შშმ-პირის სტატუსი. ამით მოხდება არაბების დადებითი ინტეგრაცია ჩვენს ისტორიაში. ვაგრძელებთ გადაცემას. მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ამიერიდან საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ვიზუალურად დაემსგავსოს ამ ქვეყნის და ამ გადაცემის მთავარ წამყვანს ბატონ კიმ ჩენ ივანიშვილს. ამიტომ ახლა ჩაგვერთვება ჩვენი პოლიტიკური კორესპონდენტი სანდრო ზარნაძე. სანდრო, მოგესალმებით. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება არის ისეთი, როგორც თქვენს გულს გაუხარდება ჩვენო ბელადო. ყველა თქვენს ძეს ფიცულობს თუ ხალხი თუ ოპოზიცია. ყველა გიხდით უდიდეს მადლობას, რომ შეძელით და ამ ქვეყანაში დააფუძნეთ ოპოზიცია, მთავრობა და ხალხი. დიდი მადლობა სანდრო ამ სიტყვებისთვის, რომელიც მართლაც რომ მალამოდ მომედო გულზე. მადლობა. ახლა კი ინფორმაცია კულტურის სფეროდან. საქართველოს მუზეუმში შავი პარასკევია. შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახევარფასად ნახოთ გადაშენების პირას მყოფი ოპოზიციონერების ბოლო ექსპონატები. ახლა კი ჩვენს სისფერ ეკრანებს გაანათებ ჩვენი რიგით მოქალაქე ქალბატონი მზია თუთარაული, რომელიც მოგვიყვება თუ რა კარგია დიქტატურა. ძვირფასო მოქალაქე, როგორ გძნობ თავს ჩვენს არაჩვეულებრივ დამოუკიდებელ გრუზიაში? რა ვიცი, კაისპეტი რა მეთქვის. ძალიან ისეთი გარემოა, ხალხისა ძალიან ისეთ ადებითად არის განწყობილი. თავარია მშვიდობა იყოს და სუპი გვექნება სუპსა შევშავთ. ბორში გვექნება ბორს დავჭამთ. წვადი გვექნება კიდე და ნუ გეშინიათ, წვადი და მსგავსი ხორცელი განსაცდელი არ გექნებათ, რათა დავიცვათ თქვენი ფსიქიკა მოჭარბებული ქოლესტერინისგან. დიდი მადლობა ჩართვისთვის, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. უახლოეს მომავალში საქართველოში საბოლოო დამარცხება გაჭირება და ჩვენს ქვეყანაში მშიერი ბავშვების ტირილს რეზო და ბავშვების სიმღერები გადაფარავს. საზოგადოების დიდი მოთხოვნით და გამომდინარე, მომავალი კვირიდან ჩვენს არხზე დაიწყება გათამაშება იღბლიანის 20 წელი და გამარჯვებულს გადაეცემა სიგელი. მომდევნო კვირიდან შეიძლება ქვეყნის ჰიმნი და დაიწყება ასე:
ჩემი ხათრი აქვს სამშობლოს მაფასებს მთელი ქვეყანა. პირველ პირში ვიმღერებ მე, ხოლო თქვენ იმღერებთ მეორე პირში. თქვენი ხათრი აქვს სამშობლოს გააფასებთ მთელი ქვეყანა. გადაცემის მიწურულს მინდა გაგაცნოთ მოსახლეობის კვირის პროგრამა. 2 შაბათს იქნება ახალი კვირის დასაწყისი. 3 შაბათს გაისეირნებთ, 4 შაბათს და 5 შაბათს ცოტას წაიმუშავებთ. პარასკევს იოცნებებთ, შაბათ კვირას კი თქვენით მოიფიქრეთ. მე ვისვენებ, ხანდახან ველასაც კი სჭირდება დასვენება. დიდი მადლობა, ეს გახდათ დადებითი ნიუსების გამავრცელებელი საინფორმაციო გამოშვება. მე კი მისი წამყვანი ბატონი კიმ ჩენინ ივანიშვილი ვიყავი. მადლობთ. ვაგრძელებთ გადაცემას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. გააქრე დისკომფორტი. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია Voice G. Voice G ავტომატპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით და ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მახთი გაქვთ ნომერი 45, სილკნეტი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათი შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიგინოთ ქართველი ემიგრანტების სიმღერა არჩევნებში ხმის მიცემის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. არ გამიარა გაბრაზება მთავრობა ყავს სასახელო ხმის უფლებაც ჩამოგვართვეს ჩვენო საქართველო სამშობლოდან გაგვაქციეს საქმე გააკეთეს მტრისა ემიგრანტები ვჭირდებით ფულის გამოგზავნისთვისა ყველაფერი იმის მერე რაც ჩვენ გადაგვიტანია რესტორანში რუსი ჭამს და ქართველი კი მიმტანია ტრაილერი საჭესთან ზის ექიმები დოცენტები საქართველო ლომბარდშია ემატება პროცენტები ქართველებს ღრიან ხელში ჩაიგდეს ჩემი საქართველო არაბებზე გააფორმეს ჩემი მთადამდელო უცებ გაგყიდეს უცხო დომელზე ჩემო სანადრელო რატყუილად გიბრძოლია სამასო არაგველო გაყიდულო და კიდულო გათქმულო და გაცემულო ქართველებით დაცლილო და დანარჩენით გავსებულო არჩევნებზე ჩამოდითო მთავრობაში გაჰკივიან თანაგზნობას ვინ დაეძებს კიდევ აქეთ დაგვცინიან მენატრება ეზო კარიხიდან ხეზე ჰამაკები თვითონ სასახლეები აქვთ უბრალო ხალხს ბარაკები სად გაიზარდეთ ვინახართ რა ხალხი ხართ ამისთანა ბევრჯერ სკაიპით გვიმღერია შვილებისთვის იავანანა იავანანა გამსგავსეს ჩემო ქვეყანა ჩემო საქართველო ოკეანის გაღმიდანაც ჩემო სადარდელო უცხო ქალაქში გულით გადარე ჩემო სანადრელო ქართველობა ჩამოგვართვეს ჩემო საქართველო
სასწაულო ტელემაყურებლებო, ბრუნდებით ეთერში და ვაგრძელებთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან ბატონ ლევან წულაძესთან საუბარს. ბატონ ლევან, სადაც გავჩერდით იქიდან გავასწრებთ. მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირა არ გავსულა აქედან, აი იდეა მაშია. არ გამიბანიან შეერი ვარ, ყურვანი, მაგრამ გელოდებოდი. არა, საჭმელი გვაჭამით ხო? საჭმელი მაჭამეს კი, მაგრამ არ დავტო, აქედან არ გავედი. სხვა გადაცემები იყო, მე აქ ვიჯექები. არ დავკარგო ადმინი. კარგი. აი რა მიგონდა იცით მე გითხარ რომ ხო ესეთი ალბათ ბევრი შემწუხებელი შეიძლება ყავდეთ ახლა. შემწუხებელი რა, აი ახლა გირეკავენ ან პირდაპირ მოდიან თეატრში თქვენი ნახვა რომ უნდათ ხო არიან ეგეთი ადამიანები ხო? აფერისტები, მაგრამ ეს არის შესანიშნავი. ბევრი არა, მაგრამ ახალი მისული რო ვიყავი მარჯანიშვილში, ნუ ტელევიზია ალბათ რაღაც გაიგ, ვიღაცამ გადაწყვიტა ესა. მივედი, ახალი მისული ვარ თეატრში. კი ვიცნობ ყველას იქ ორი სპექტაკლი მქონდა დაგმული, მაგრამ გასვის ის კაცი შემოვიდა და ბატონ ლევან თქვენი მამიდები ჩამოვიდნენ გურიიდანო. ვინ? ერთი გარდაცვლილებია მამიდები ვინც არიან და ნუ კარგი მე ვთქვა არა ნუ ახლა მე გურია ფიქი ყველა მამიდაა იქა და ალბათ ხები არის რომ არ მახსოვს არ ვიცნობ და მან კი კაცო რას ლაპარაკ გურულე რას ლაპარაკობ ჩემი ანები და შემოვიდა 6 ქალი ძალიან ხშავებში მართალია, მაგრამ დედა ლევანიკო, ვაიმე, დედა რა ხედა კაცი, ვინმე რამსის ხარ, ვინმე გინაცადე რა, ვიფიქრე მამიდები არ მახსოვს. მომდანდით და კაცო ლევანიკო ძალიან ისე ვარ ჩვენ და რაღაც გაგვიჭირდა ოპერაცია უნდა გაიკეთოს აი მზევინარმა თუ რაღაც. მზევინარი კიდე ის ცოტა არიღებს ამ მამიდათ არ მეკ ჩემზე პატარაა მზევინარი და მამინდა არ არის ამიტომ ცოტა ესეთია აი ეს რაღაც ავათარი ძანო კერდი მოკვეთესო და რაღაც გვინდა უი მე ვთქვა და არ ვიცი რა ვიცი მე რაღაც არა ვარ მილიონერი მე ვთქარი მაგრამ ნუ 200 ლარი თუ რაღაცა ხო ამ წუთას რაც ჩემი გამო რაღა 200 ლარი გამო უი ძალიან დიდი მადლობა ლევანიკო, აი აქ ვითარი რო არ ფიქრო. არ მინდა ვითარი, რა ჩვენ კვარაცხელია წერია. კვარაცხელი კვარი? ჩვენი კვარია მე ვთქვი. კი, კვარაცხელები ვარ ჩვენ. მეგრელები ხართ მე? ხო. აბა გურულები როგორა? არა ვართ გურულები. აბა ჩემი მამიდები როგორა ხარ? ყველა შენი მამიდაა ლევანიკო გენოსრო და ყველა შვილი ხარ შენ. მომეცეს 200 მინუტი. შეიკრაი მან. მოჭი მომდა წავიდე. ხო, არა. მაგრამ ეს ნიჭიერი ხალხი იყო. ეს დაიმსახურეს. იმიტომ რომ შესანიშნავი ყველას თავის ფუნქცია ჰქონდა. ერთი განსაკუთრებით ახლო მამიდას თამაშობდა, მეორე უბრალოდ შორიდან ტკბებოდა. ცოტა ეტირებოდა. რამხელა გაიზარდა. ასე მესამე ოდნავ საქმიანი იყო ესეთი რომ თქვენ ხიარულობდა მე აქ ძალიან კარგები იყვნენ და აი მალოდეს ხო მაშინდელი რადგან პირველად თეატრში ხა მაშინ ხო თანხაც არ ქონდათ ხო იქ ხელფასიც არ იყო ხო ხო არ არის ახლა ეს კომუნისტების დროს იყო ეგეთი საავტორო უფლებათა სააგენტო სადაც პროცენტები ყველა ხელოვანს ეხლაც არის კაცო ეხლა არის ეხლა უკვე ეხლა სააგენტოა და ის იყო რაღაცა ნუ რაც იყო მოკლედ საბჭოთა ის იყო და პროცენტი უნდა გადარიცხულიყო თეატრს უნდა გადაერიცხა რაღაცა და აგვიანებდნენ როგორც წესი წელიწადს 2 წელიწადს ესე და ნუ იმის იმედით მე შენ ვარს ამბობდი ამაზე და ხო შეულებრივად და რაღაცა ძალიან გამიჭირდა მე დედა ჩემი იყო ავად და რაღაცა მოკლედ აღარ მახსოვს მაგრამ მე ეს მინდა მოყვე როგორი კარგი ქალაქი იყო თბილისი აი როგორი სხვანაირი ხალხი იყო მაინც მაშინ ხო აი თითქოს არაფერი არ შეცვლა შეიცვალა რაღაცა მაგრამ აი ძალიან ბევრი რამ შეიცვალა კი და მოკლედ გამიჭირდა ძალიან კი მცხენოდა მაგრამ ვიფიქრე ნუ დავრეკავ ამ იმაში და 500 მანეთი ვიცი რომ
იქ აქვს, ნუ არის ჩემი ეს 500 მანეთი. და კვდები ისა, მაგრამ დავრეკე და გამარჯობათ იქ მე ვარ ლევან წულაძე, ახალგაზრდა ვარ, ეს არის 25 წლისა ვარ დაახლოებით. მე ვარ ლევან წულაძე, რეჟისორი. ჩვენ გიცნობთ, დიდი მადლობა. მაგრამ ესეთი ამბავია, რომ ძალიან დიდი ბოდიში მეუთხარი, მაგრამ აი რო არ გამჭირდება, ძალიან დედა, მოკლედ არ მოგიყვებით რა არის, მაგრამ ძალიან მჭირდება 500 ლარი თუ ეს ისა შესაძლებელია, იმიტომ რომ არ იმას ვიზამდი, მაგრამ ნუ აი ძალიან გამიჭირდა და ბოდიშს გიხდით. ვაიმე 500 დიახ. ჩემი 500 დარგა. დიახ. ერთი წუთით ლია ლევანია წულაძე და ძალიან მიჭირსო და 500 ლარი მინდაო და ლია მიქიდან არაო 200 მაქო და მეზობელს 100 ლარი ქონდა გუშხელფასი აიღო, მაგრამ გამოვართმე თუ რაღაცა არისო. და მესმის და ვაიმე აი 300 200 გვაქვს და 100 გამოვართმეთ მეზობელ. არა მე ვთხარ მეზობელი რაშვაშია. თან ჩემ დენერს ცოტა ვღიზიანდები. რო როგორ გეგა რაშვაშია მე ვთხარ მე 500 მინდა ხო გითხარით? აი ცით ნუ არ ვიცი, ნუ რაღაცას მოვიფიქრებთ. რას ქვია მოვიფიქრებთ, მე ვთხარ ეს ნუ ხუთი ნუ მოვალ მე ვთხარი მე და წავიღებ იმას. ნუ მოდი მისამართი გითხრათ, ვიცი მე ვთხარი მისამართი როგორ 11 სართულიანი სხვა. არა კაცო მე სოლოლაკი რაშვაშია სულ. სად მოხდი მე ვთხარი. ბინაში მოხდი. ხალხი ჩალიჭო. ეს არის და კაი ხალხი რო დარეკა. ადამიანმა რო იცი დედაცუდათ ამყავს ლია 200 ლარი აი აქ მე ამას გამოვარ რა ვიცი და მე პრეტენზიით ვარ და არა 500 მინდა მე 300 ლარი მე შემეძლო 500 მინდა ვაიმე რა ნუ რაღაც მოდით რაღაცას ვიზამ ზათიყვნენ რომ აი ეს აი რაღაც არაჩვეულებრივი კაი არ შესაძლოა ქალაქი თქვენი დროის თეატრალური სარდაფიც ძალიან კარგად მახსოვს ესე იგი თეატრალურ სარდაფში მე მახსოვს ახლა აი ბილეთები ხო იქ ართულად საშოვნელი იყო რა ძალიან და ნუ დუტასთან ახლა მეგობრობდით მაშინაც და ნუ მახსოვს რომ აი ბილეთები კი არ ვიყიდეთ უბრალოდ აი სკამები როგორ ჩაგვიტენა სადღაც აი ესე და აი ამ სკამებზე ესე სტუდენტობის დროს რა ნანულადე იყო არაჩვეულებრივი ჩვენი ძალიან მაგარი ქალი იყო კაპელდინერი იყო და ბილეთების მომხე ის იყო ჯადოქარი. სულ იყო 100 ადგილი ამ სარდაფში. როგორც წესი ძალიან გაძეძგილი იყო ესა და ეს ქალი ბოლო მომენტში მივიდოდა დანულდეი და აი მე აი კიდევ 4 კაცი მოვიდა და იქნებ რამენაირად ესა და კიკ მიდიოდა ვინმე რო იჯდა ისოს გაჭედილად იჯდები ის გრძელი სკამი იყო მიწი ტაკუნა დედიკო ტაკუ დიდი ბატონო ჩემო არა შენ უთქე ცოტა აი აი მე მიწა ცოტა კიდე მოდი და ჩატედი და ამას მიეყოს მოეწყეთ ეხლა კი всё დაიწყო თუ რაღაცას აპაპაპაპ სპექტაკლი იწყება ხო აი გაჭედილი ხალხი ხომ ამასაც ქონდა თავის გემო ადამიანები ერთმანეთის რაღაცა ხარს გზნობდნენ და ერთად უყურებდნენ კიდე რა არის იცი მე მინდა ერთ თემას შევეხო ახლა ჩვენ ონისე უნიანთან ძალიან მეგობრობთ და კი ბატონო ხშირად ყובה ხოლმე თქვენი ურთიერთობის აი რაღაცა აი შესაძლებ რა ანუ გეპატიჟებათ ყოველთვის თავისთან ხო და ნუ აი რაღაცა ერთი კარგი ამბავი მოყვა თვითონ მომიყვა მაგრამ ზედაპირულად თვითონ მოაყოლეო სიმართლე რაც არის ეს თქვენ მე ხა ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდებ იმ ადამიანებთან ვისთვისაც ის ადგილი არის შესანიშნავი და არის კიდეც შესანიშნავი მე მაგ არტრიტი მუხლების რაღაცა ცვეთა უკან რაღაცა მაქვს იშიაზი თუ რაღაცა ვარ სუქანი ვარ და სპორტსმენი არ ყოფილი ვარ ცხოვრებაში ამიტომ ჩემთვის ალპინიზმი
არ არის მანდამაინც ზედგამოჭრილი. აი ესე მოვიდა. ვართ ამ არაჩვეულებრივ რაჭა, ნუ გადარეული ვარ. არაჩვეულებრივია ხალხის შესანიშნავი. ვაიმე, წავიდეთ რომელიღაც. თამარ მეფის სალოცავია იქო. სადა მეოთხარი. აიო. აი ქროანიო, მაგლა ხოხე. აი ქარიო. ქარიო. თუმურავა, არა რასთა მანქანით, რასთა პარაკობ. არა კაცო, მე არის 500 მეტრიო რაღაცა ფეხით ხაგა. კარგი ვიფიქრი, ტყილაში დომას მანქანაში კონდიცია ცოტა ზაფხელოდა. ხო. ცოტა კი არა, ცხელოდა. ხო. აბა საქ მნიშვნელობა. სამცხელოდა. მანქანაში ჩამჯექი რომ კონდიციონერით გავგრილდები ცოტა ხანი თქო. და ნუ მე 500 მეტრი იმ სიმაღლეზე რაღაცა იქნება. ავედი 500 მეტრი სიგრძე კი არა, 500 მეტრი სიმაღლეზე ავიწიე. ჯომოლუნგმაზე ავედი. კარგი, ვეღარ ვამბობ და ბევრი ხალხია კიდო ვიღაცა ისენი, ნუ მომლოთ, სალოცავიც არ არის, ნუ რა გითხრათ. ნუ ბევრი ხალხი მიდის იქა. მათ შორის ვიღაცა მოდის ორი ცხარი მოყავს. იქადა. ნუ კარგი, მე მივდივართ რაღაცა ერთი მართლა 500 მეტრი რაღაცა გზა იყო, გზაც არ იყო, ნუ ღრე. და 500 მეტრის მერე დაიწყო კლდე, რომელზედაც ვარ გაკრული ასე. აი ესე უნდა იარო აქ კლდეზე. ესე ვერტრიალდები. ასე ხარ და ეს კლდე არის გახურებული როგორც რადიატორი. ცხელა. ზეგი ყურებს. აქედან რადიატორიდან ის მოდის. აქეთ უკან ხალხია, წინ ვიღაცა არის, უკან სხვარი აბა ბეყვირის. გაგა ვერ გადაიფიქრებ, ბოდიში გადავიფიქრებ და წავალ ვერ წახვალ, იმიტომ რომ იქ უნდა ბეს უნდა გადაახტე იქა. ამიტომ მხოლოდ წინ მიდიხარ და არ თავდება. ვიღაცა წინ მიდის რაჭველი კაცი, მანე მივალთ ბატონო ვეუნები. კი, აი მისულები ვართ. არ ვართ მისულები, არ თავდება. ახლა ეს საფთვალე უკვე დამძიმდა, ისე გახდა, აი ჩამოვიდა სიგარეტი დამძიმდა, უკვე ეს არის იმითი ვარ, შლოპანცები თუ რაღაცები თან არ მეგონა. აი ეს ყველა წელი, გამიხმა, ფიქრობ ხარ გადავხტე. და იმ სიმაღლეზე ვარ თუ ამბროლაურში ეს ჩავალ, პონისეს იმასთან ქემა დავამთავრებ. გმირულად მოკვდა რაღაცა ზეგს დამიდგამენ. ჯვარს მაინც გაკეთებენ ეს აქედან გადმოვარდა რეჟისორი. არა ვერ და მიღოღავ და არ თავდება. მიღო და იქიდან ვიღაცა მოდის. ბრუნდება ვიღაცა გოგოები იქიდან და ისინი ესე რო ხარ, ისინი ასე უნდა აი ფსისკი არის რაც უნდაია. ასე კიდო ასე შეყობს ფეხს, მე შეყობს მე ესე დადიან და ასე ხედავ ეს ტექნით მოდიან აქამდე. და მომადგენ მეცა და ასე მოვიდა ეს გოგო აქ მოვიდა. აქ ცალფეხ შეყო აქა. მე გავყე. აი ამ დროს მიცნო ამ გოგო. ბატონო ლევან. დიახ. სელფი. ბატონო ლევან. სელფი კი არა. გამიყვანე საფიდან და მე თქვენ პატივისცემა. არა, კარგი. ნუნუ, ტელეფონი მოვედი, ნუნუ იქ არის უკვე გამხსნა. მობრუნდა ნუნუ ამ სხვას გადმოაბიჯა. ტელეფონი მომი. აი ეხლა, ბატონო ლევან, გავიღიმოთ. ეს ხოლმე მიწრია და იქ. არ მუშაობს. იყიდით. გამიში აქედან. მე გამოგიზავნით კინოს. ოღონდ აქედან გამეყვანე. ადენ კარგი, ასე კი. ეს ისა თმის სარჭები. ოკეი. აქ რაღაცები ქონდა გარჭოვე, გაგდო. წავიდა მშვიდპაკა დახვამდი, კარგად იყავა. გაგძელდა ახლა. აი 1 საათი არ თავდება. ესა და ნუ როგორც იქნა მივეს კლდე დამთავრდა. კლდის მერე არის ოდნავ ესეთი ესა და
დავინახე რომ მაგიდაა. ესეთ ხელნაკეთი ეთყობა, აი კეიფობენ. მაგიდა და ვიფიქრე, აი მაგიდაზე ეხა თუ წამოვწექი, გადავრჩი. ის კამები არ აქვს, მაგრამ აი დავწობი ახლა მაგიდას და შანსი მაქვს რომ გადავრჩე. ვერ გადავა, უნდა მივიდე ამ მაგიდასთან და მორბის სამდოს ბავშვი, გაჭველი, თუ არ ვიცი რა ჯიშის იყო, აქ ღვინტი აქვს შეგვე, საზამთრო მოაკეთე. აი და გახეთქა ამ საზამთრო, ეს საზამთრო მაგიდას. რატო ვერ გავიგე? არ იყო ეს რაჭველი ბავშვის გამას არის ზამთრა. ვიღაცა სხვა ჯიშის იყო. გახეთქა ეგრე მაგიდას. დახე, რატო გახეთქე შვილო? ხომ გეჭამა? რა ვერ დავტექე თან ამ მაგიდაზე და აი ესე გავუარე ამ მაგიდას. დარჩეს მაგიდა და დაიწყო ესე ხო იყო კლდედა. აი ესე დავხვდა. აი ესე ტიკლდეა. უკრიდან ხალხი მატობა. წინ ვიღაცა აძვრა ხერგიანივით. აძვრა და ტაკუნას ხედავ მარტო გამობზეკს იქიდან იყო ბოლოს ივოკი ვერ გავერაკეთე. ხედავ რამე არ გაეპაროს ფიქრობ და მიდის უკრიდან მატობიან თან. მიდი ჰე სად კლდეა ვეუნებ სად მიდის გავლობდი. აი უკანასკნელი აგონი რაღაც ძალა გას მოკე კბილები რაღაცა ჩავარჭე ავძვერი და აი ესეთი ქვავი პოვე ერთი ცალი და დავჭიქე და ეს სალოცავი მგონია რაღაცა არა კაცო ვიღაც გაკეთებული ჩვეული ბეტონის რაღაცა და ჟუვაჩკით არის ხატი მიმაგრებული. მართლა? არ არის სალოცავი კაცო ეთყობა რაღაც ადგილია. კარგი, მაგრამ კაცამ გააკეთა. მე მგონია რომ მე-12 საუკუნის მაინც იქნება თამარ მეფე. აქ თამარ რა უნდა და თამარ მეფეს ჭკვიანი ხალხი იყო აქ რატო ამოვიდოდა კაცო. ნიკორწმინდა ქვემო ტაქსით მიხვალ ულამაზესია. გაჯექი, რა გინდა? ნუ კაი, ესა და ამდოს ამოდის ონისე და ონისეს მინდა რომ გეგმა მაქვს. ან დავარტყა. ან ყველაზე კარგი გადასახედია აქო, ხედიო. მანამდეც ხედი იყო. ტელევიზორშიც ხედია. არ მინდა ეს ხედი. სიკვდილის წინ, რაც მინდა ხა. მიკუდები კაცო. ამას ხედში მოკვდები თუ იმაში რა ქვია აგურის კედელთან რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან მომინდა ონისეს კრა წიხლი და ამ ხედი კარგად აი ესე დავანახოზე. გადაფრე დრონივით დახედოთ. ველოდები რომ ონისე დავსაჯო, ფიქრა რა საშინელი ცოდვით დავსაჯო, ეგვიპტური 7-ვე წყევლი ერთამა ამ დროს ამოვიდა ონისე, რომელიც არ იღლება, მე არასდროს არ მინახე დაღლი. ამოდის 12 წლის ბავშვი უჭირავს ხელს. აი ნაზარდი, კაი ბავშვები, უკვე რო 1 ლიტრას რო ჩაარტყამენ ხოჩემა. აი ესე უჭირავს. კიდევაც დაიძდებიან ისინი, რომ ლექსები. აი ესე ამოვძვრა იქა და მივხვდი რომ ეს ჩემზე მეტად უბედურია ესა. აღარ ვკარი წიხლი. მან თავისი მიიღო იქა. მაგარია. დავანთეთ იქ სანთლებით არ ქონდა არაფერი. ნუ გადავიხედეთ მართლა ლამაზია. შესანიშნავია ყველაფერი. ნუ აი მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ ინვალიდი რო ხარ? გაიგე ტრავმატოლოგიურში. რა გინდა? ხამარ მეფის სალოცავზე. უკან როგორ დაბრუნდი უკან? უკან იყო, უკნიდან წამოიყვანეს ის თხები. ცხვრები. და ისინი იმათ ეჩქარებოდა და მიტყამდნენ. აი ეს სირბილი გამოფრინდი. მოკლედ ონისესთან ერთად აღარაზოს აღარწახილი. კაია. თუმცა ბოდიშ ვიხდი ყველასთან, ვისთვისაც ის სალოცავი მართლა ულამაზესია და შესანიშნავია ეს იქაურობა და მე ახლა უბრალოდ ცოტა გავაიმასქენი, მაგრამ ვიტანჯით, ძალიან ვიტანჯე. შენ საჩემო არ იყო ეს. თუ ხანსაბას მამაჩემი ნალბანდი იყო და მე რამჟი და იმასო
გელი რო ამბობს, აი ესე მომივიდა. ესე იგი, მე რა მინდა, იცით, ბატონ ლევან, რომ აი ესეთი ხო თქვენი ძალიან ბევრი გამოსვლა მაქვს ნანახი და თითქმის ყველა სატელევიზიო რაც შეეხება, თუნდაც ინტერნეტშიც ხარ, ეხლა მაგალითად პოდკასტები და რაღაცები, ხო, ხეთი აქტუალურია ხოლმე და მინდა რომ აი რა არის იცი, რომ აი გავიხსენოთ კლასიკა. ანუ ერთ-ერთი ესეთი თქვენი ტოპ ისტორია, რომელიც მინდა რომ ანუ გული დამწყდა რომ ჩემ გადაცემაში არ მოყევით რა, მიხვდით და აი ისე არ მინდა გაგიშვათ რომ აი ეს ისტორია რომ ჩემ გადაცემაში არ გააჟღეროთ რა, ქობულეთის ისტორია. ქობულეთი არ ხო? ყარიათ, კი არა. ხო, ყარიათ. ხო, გონიო? ხო. ხო. ნუ გონიო ახალი დაწყებული იყო როგორც ტურისტული ობიექტი, ახალი გახსნილი იყო და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც იქ შესანიშნავი ხალხი გავიცანით. ხო. და იმათთან ვისვენებდით და აი ესე ვიყავით ძალიან მშვიდობიანად, რამოდენიმე მეგობრები ვიყავით, ოჯახების ჩასულები და ვიყავით მშვიდობიანად, არავინ უცხო არ იყო. მე და ზურიკო გაგლოშვილი ჩვენი მეგობარი უახლოესი და მუსიკალური ვართ მეფეები ისეთი. ვალოდიაც იყო, რაღაცა ხალხი იყო, ჩვენ მასწავლებელი, ჩვენ მეგობრები, მშვიდობიანად ვართ. ჩვენია ეს ყველაფერი. გავდივართ ზღვაზე, იქ ჭაჭარი რაღაცა გამიცივე გენაცვალი ჭაჭარი, გავცურავ, ამოვცურავ, დავარკვევ ჭაჭა, საზამთრო. რა გინდა მეტი ადამიანი საზისგარი თუ არა, ბედნიერება ეს არის. აქაც სასადილო ქონდა მოწყობილი შიგნით ამ კაზა ცენტრალურ მაგიდაზე ვждებოდით ჩვენ, იმიტომ რომ ამ გარემოების პატრონ ჩვენ გარდა არავინ არ იყო. კარგად ვართ, ხუმრობთ, ერთმანეთის, კარგად ვართ. სიტუაციის მეფეები ვართ. და ამ მშვიდობაში დაახლოებით ერთი კვირა ვართ, გადასარევად, აი ამ მშვიდობაში მოვედით მე და ზურიკო, ამოვედით ზღვიდან, ჩამოვჯექით ამ ჩვენ იმას მაგიდასთან, ცენტრში გალბატონს უთხარით რომ თუ შეიძლება რაღაცა ყავა, თუ რაღაცა და ვართ ესე და უცებ გესმის რაღაცა ესეთი მიწისძვრა არის თუ ეს არის რა ქვია რაღაცა ყრუ და რა მოხდა? ვა მიწისძვრა არის კარები იყო, საიდან შემოდიოდა შუქი ამ იმაში. უცებ დაბნევდა. იმიტომ რომ ამ კარებში შემოვიდა ფიგურა. ძალიან გაასვა ფიგურა. ძალიან დიდი მხრებით. ცოტა პატარა თავი უჩანდა იმ დიდ მხრებზე, მაგრამ ძალიან დიდი მხრებით იყო. დიდი ასած ცოტა ვიწროვდება, აქ და წვრილი ფეხები აქვს ესეთი კარგი. არა გოსაცია ყველაფერი. მარ დაბნევდა უცებ. რა ვინ არის? შემოვიდა ვიღაც. თლიანად ვერ შემოვედი, ამიტომ თავი დახარო. ეს შლოპანცები თუ რა ქვია? ხო. ისინი სქელზირიანებია, მაგრამ ვერ უძლებს წონას. ამიტომ აბიჯებს. რეზინები გვერდებიდან ამოძე. და ესე თუ მუხშავია თან. აქ პანჯგლები აქვს ბევრი. ესეთი მაიკა ამოღებული აცვია. დიზელ აწერია. ვაიმე დავიხო. მორჩა ჩვენი ბედნიერება. მოვეაგულე. ცეცხლი ნესტოებიდან. ხარს რო იაზონმა რო დაამარცხა რა. გამოვიდა. შეგხედა ერთი ჩვენ სისხლიანი თვალებით. ჩვენ დაპატარავდით. როგორ მუშმალა არ გინდათ? გაგვიარა ესე გადაიყარა ისინი ავეჯი სკამები რაღაცა ამ პლასმასის სკამზე დაждდა ჩაიზნიკა დაეყუდა მაგიდას დაეყნო მაგიდას ჩაე
აქ მოიფხანა ბეწვები. აიძა და ფახლავადებს. ივანიშდეს. ასე თქმილა დამიბერდი. აგეხა. აიხო ეს ფახლავა. ამ ეს ფახლავა არც და ჩაგორდა იქ სადღაც. მაშინ ჩავარდა დაეცა უცელში. კუჩში ჩავარდა. ეს დაცემა ჩვენ დავპატრავდეს კიდე. მორჩავს, ვსო მატარებლის ბილეთი ავიღო და დღეს რომ გავიქცეთ აქედან, ამას ვფიქრობ. და უცებ მანჯო! მანჯო ძალიან მაგარი ფახლავა! გადავრჩით. რატო გაგვიხეთკე გული? არ დაგხოცავს. გადასარევი ადამიანი, შესანიშნავი კარგი, ძალიან კარგი ადამიანი მე. კეთილი გულა, აუცხო თვალების კონტრაჟურში რო გამოჩნდა დაზაჭრილი. გაგვისკდა გული. ვახ. ხო და ეს ისტორია ერთი 200 ჯერ რომ მოყვეთ 200 ჯერვე შეიძლება რომ აი გათიშვამდე ვიცინოთ. ეს გავიმეორე მე. მე მოხდა ძალიან დროის მე გავიმეორე ტუნისში ვიყავით. ეს არის შესანიშნავი ქვეყანა აფრიკაში, არაჩვეულებრივი, ჩემი ქვეყანა. ტუნისი. რო ჩავფრინდით ტუნისში, ტრაპზე მომიკიდა სიგარეტი ვეცი. მიხდი რომ ეს ჩემი ქვეყანა. აქ 64 ეს არის. სად არის ევფრატი და ტიგროსი არაფერ შორია. აქ არის. ჩამოვედი ისე და ბენზოკოლონკა ძველია ცოტა მოჯაყული ქვეყანაა გულად რო თქვა ესე მიჯღრეული ცოტა და ბენზოკოლონკა ესე ასხავს ბენზინის ბენზოკოლონკა თან აქ სიგარეტი უჭირავ ჩვენ აქედან გოგოებმა ფოტოების გადაღება დაიწყეს რო აირეზე ამან დაიწყო ხელის ქნევა ებიჭო გაჩერდი მე ვთქვა შენი ჭირიმე დავიღუპე ავად ხაერში ყველა მანდამაინც აქ კართაგენის განიბალს უნდა შეუერთდე ვეფხისტყაოსთან შეუერთდე ვიღაცა ჩემიანებთან მოხვდები არ მინდა აქ სიკვდილი ნუ კაი მოკლედ ესეთი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ბაზარი აღმოსავლური ბაზარი არის ნუ შესანიშნავი სამყარო აი მე ძალიან კარგია ხო მეტი არაფერი არ იყო იმ ქალაქში ბაზარია მხოლოდ მარტო ბაზარ დილაობით დავდიოდი სამსახურში ბაზარში მანანა გაიცნეს იქა მეორე დღეს უკვე იცნობდნენ მანანას იმიტომ რომ მანანაში გაიგვიძა ებრაულმა სისხლმა და ვაჭრობა დაიწყო მაგარი ისე რომ აი 300 $300 რო უთხეს რაღაცა $15 იყიდა 2 ის და აი მაგარია და მეორე დღეს უკვე იცნობს მთელი ბაზარი ამ ქალაქში მეც მიცნობს იმის ხათრით იმიტომ რომ მე ვხვდებიან მანანა ბიზნესვუმენ ლაქიმენ შენა ბედნიერი კაცი ხარ ესე ცოლო ყავს მან დედაუტირა იქა და მოკლედ ამ ჯიდებაში რო ვარ რომ ესა დავჯექი ყავახანაში და ეს არის მართლა კიდე ძალიან საინტერესო სამყარო აი შეიძლება ოდნავ ვინმე შეხვედრია აბანოებში ადრე იყო იქ აბანოებთან იყო ეგეთი აღმოსავლურის ჩაიხანა იყო სადაც მარტო ძველი ესეთი აზერბაიჯანული და წარმოშობის ხალხი მუსლიმები იკრიბებოდნენ აი იყო ეგეთი ატმოსფერო და ძალიან მომეწონა ეს ძალიან ესეთი მკაცრი ხალხია ეს არა ლამაზი ხალხია ეს არაბები ზიან ესენი მარტო კაცები ზის იქა ყავას სვამენ ესე ძალიან ღირსეულად დავჯექი მეც ახლა გამხელა სამაკ მანანა ბიზნესვუმენის ქმარი ვარ დაჯექი მომესალმენ
ისეულად რომ ვიცით რომ შენი ამბავიო მალადეც რაღაცა დავჯექი ეს ყავა მომიტანეს წყალი და ამ ყავს აგორებ და ვიღაცამ რაღაცა მკითხა მე ვთქარ დიახ საქართველოში რა ხდება ეს ძნელია მე როგორც ყველგან ჩვენთანაც და ჩამეწერი ამ კომპოტში და ძალიან მომწონს ეს ამ დროს გამოვიდა მანანა იქიდან და ისეთი იმით გამოვიდა მე პატრონის იმით რაღაცა ნაყიდით ლევან წამოდი ახლა და პატარავდი უცებ და უცებ მანჩო ძალიან მაგარ გასწორებულში ვარ მე კი ეს გამახსენე ამ არაბებმა შემომგერო ეს რა ყოფილა გაგერიდა სულელი ყოფილა მაგრამ ეს გადამდებია ეს ამბავი ბატონ ლევან ესე იგი არაჩვეულებრივი სტუმრობა გამოგ აი ესე იგი მთელი 1-5 წლის მოვილიეთ კი ბატონო 1-5 წელი კიდე დაველოდოთ და გვაყვავდება საქართველოს ხო ურმესი მადლობა მობრძანებისთვის არაჩვეულებრივი მორის გზნობა გაქვთ არა რასაც ასლაპარაკობთ მე ვიცი თქვენი გრაფიკი და ვიცი თქვენ შესახებ ყველაფერს მე იყო პერიოდი რომ კვირაში 3-ჯერაც კითხავდია ხო და აი ამიტომ არა მაქვს ტელეფონი მე თქვა რომ მიგონები კარგია უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის იმედია კიდევ გვეწევით ოღონდ ეს 5 წელზე ნუ გაქნით მოგიწევთ სხვათა შორის ბატონ ლევან ესე იგი ჩვენ წელიწადში ერთხელ გვაქვს დაჯილდოება ოქროს ვანოს მართლა ოქროსი ზარაფხანა გვიმზადებს ოქროს ესეთ ჩემს ფიგურას ხო და ნუ ერთ-ერთი კანდიდატი გამარჯვების თქვენ ბრძანდებით და ამიტომ ახალი წლის დღეებში არაფერი არ დაგეკმოთ. გავხერხოთ ერთად და გავიყოთ. ერთად გავხერხოთ და ერთად გადავადნოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ლევან წულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძირფასო ტელემაყურებლებო დღეს ამით გემშვიდობით. ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად პირაში წინ პირველი ხაზი გროვდება და არ გადაარჩეთ. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.